ხალხო-დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში წარადგინა. უჩანანოაშვილმა იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების პირებს სხვადასხვა მიმართულებით ექნებათ. ომბუდსმენი მთავარ პრობლემად მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციას ასახელებს. ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც მე მგონი არ არის ახალი საზოგადოებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ათასობით ადამიანი საქართველოში არის დისკრიმინებული, სერიოზული პრობლემები არსებობს ქვეყანაში. აქ საუბარი არის როგორც კონკრეტულ უფლებების დაცვის მხრივ, ასევე ზოგადად კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით. საქართველო არ არის კვლავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის წევრი და მისი რატიფიცირება მე ვფიქრობ არის ძალიან უნიშნელოვანესი საკითხი. პრობლემები არის ძალიან ბევრი ამ სფეროში, ილახება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ზუსტად ახლახანს მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წლად გამოაცხადოს 2013 წელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციები და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად შევასრულოთ ეს რეკომენდაციები.